როდესაც წყურიათ არაფერია უკეთესი ვიდრე სასიამოვნო ცივი წყლის დალევა. როგორც ჩანს, ჩემს სცენარისაც სჭირდება წყალი. ოდესმე გიფიქრიათ, საიდან მოდის ჩვენი წყალი. რა თქმა უნდა, როდესაც წყალს ვსვამთ, ის შეიძლება უკანიდან იყოს ან თუნდაც ბოთლებიდან და ყვავილს სარწყავი ჭურჭლიდან ვუსხავთ წყალს. მაგრამ იცით რა, წყალი, რომელიც უკანიდან ან სარწყავი ჭურჭლიდან გადმოდის, შესაძლოა ოდესღაც ღრუბლის, ფიფქის ან სულაც ოკეანის ნაწილი ყოფილიყო. შესანიშნავი არა? და ეს წყლის ციკლის დამსახურებაა. ციკლი არის ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ისევ და ისევ მეორდება. როდესაც ციკლის ბოლო საფეხურს მიაღწევს, ისევ დასაწყის უბრუნდება და ხელახლა გაივლის ამ ციკლს. მაგალითად, ყოველ წელს 4 სეზონია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და როდესაც ზამთარი მთავრდება, კვლავ გაზაფხულის დროა. ჩვენ ციკლის დასაწყის უბრუნდებით. წყლის ციკლში დედამიწაზე არსებული მთელი წელი წყალი გადის საფეხურების ერთობლიობას, რომელიც მეორდება და კვლავ და კვლავ. დავიწყოთ წყლის ციკლის იმ საფეხურით, როცა ქოლგებს ხსნით. მართალია, ეს არის წვიმა. წვიმა არის წყალი, რომელიც ციდან მოდის. წვიმის წყლის ნაწილი მიწაში იწვება, მაგრამ მისი დიდი ნაწილი პატარა გუბეებსა და ნაკადულებში ჩაედინება და შემდეგ მდინარეებში, ტბეებში, ზღვებში და ოკეანეებში. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ წვიმის შემდეგ წყალი მიწაზე რჩება, მაგალითად გუბეებში, რომელებშიც შეგიძლიათ ჩახტომა. მაგრამ რა ემართება ამდენ წყალს? როგორც ჩანს, ის ერთ დღეს იქ არის, მაგრამ შემდეგ ცოტა ხნის შემდეგ ის ქრება. კარგი, ეს წყალი უბრალოდ კი არ ქრება, არამედ მზე ამოდის და მიწა თბება. წყალს შეუძლია სხვა ფორმაში გადავიდეს. ამ ფორმას წყლის აორთქლებას უწოდებთ. წყლის ორთქლი კი აირია. ჩვენს მიერ ჩასუნთქული ჰაერი სხვადასხვა აირების ერთობლიობაა და ჰაერის შემადგენელი აირების მსგავსად წყლის ორთქლი არ ჩანს. როდესაც მზე მდინარებს, ტბებს და ოკეანებს ანათებს, წყლის ნაწილი ორთქლად გარდაიქმნება. შემდეგ კი წყლის ორთქლი ძალიან მაღლაც აშიადის. იქ საკმაოდ ცივა. ასე რომ, როდესაც წყლის ორთქლი საკმარისად მაღლა იწყებს ასვლას, ის გრილდება. და როდესაც წყლის ორთქლი გრილდება, ის ისევ თხევადი წყლის პატარა წვეთებად გარდაიქმნება. თქვენ რეალურად შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ გარდაიქმნა წყლის ორთქლი წყლის წვეთებად სახლშიც კი. ამისთვის მხოლოდ სარკე ან ფანჯარა დაგჭირდება და პირი. მიიტანეთ სახე სარკესთან ან ფანჯარასთან ახლოს, კარგად გააღეთ პირი და ამოისუნთქეთ. რა ხდება? დაიორთქლა მინა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ თბილ ამონა სუნთქში წყლის ორთქლია და როდესაც თქვენ სუნთქვათ, წყლის ორთქლი ცივ ჭიქას ეხება, ის პაწაწინა წვეთებად გარდაიქმნება. წვეთების დიდი ნაწილი ერთად ჭიქას ღრუბლიანს ხდის და ცაზე წყლის ბევრი წვეთი ერთად ქმნის ღრუბლებს. როდესაც ღრუბლებში ბევრი წყალია, ღრუბლები იწყებს დაბნელებას, გამუქებას. თეთრი ფუმფულა ღრუბლები იწყებენ ნაცრისფერ შეფერილობას და როდესაც ღრუბლები უფრო ნაცრისფერ ხდება, მათში წყალი უფრო მძიმდება. და წყალი რომ მძიმდება, ის ღრუბლებიდან წვიმის სახით ვარდება. წვიმა არის ის, რასაც საიდანაც დავიწყეთ ციკლი. ჩვენ საწყის წერტილში დავბრუნდით. ახლა წყლის ციკლის თავიდან შეიძლება დაიწყოს. ჩვენ უზარმაზარ დედამიწაზე არსებული მთელი წყალი იმავე ციკლს გადის ისევ და ისევ. ის მიწაზე წვიმის ან თოვლის სახით ვარდება, მალე ეს წყალი მდინარეში, ტბაში ან ოკეანეში იხდება, იქ თბება და ისევ ორთქლად გარდაიქმნება და როდესაც ორთქლიცაში ადის, ის ცივდება და ისევ ქვემოთ ეშვება. ასე რომ წყალი, რომელსაც თქვენ სვამთ და წყალი, რომელიც ახლა ჩემს სარწყავ ჭურჭელშია, შესაძლოა ოდესღაც მსოფლიოს მეორე მხარეს ოკეანის ჩავარდნილი წვიმის წვეთის ნაწილი ყოფილიყო. შემდეგ ჯერზე დაფიქრდით ამაზე, როდესაც წყალს დაალევთ ყოველთვის.